სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენ ღმერთს გავართ პირველ რიგში იმით რომ მოაზროვნეები ვართ ჩვენ ისიც ვიცით რომ რამდენ ჩვენ ნიჭს ვიყენებთ არასწორად არა მიზან მიმართულად და მათ შორის მოაზროვნეობასაც პირველ რიგში მოაზროვნეობის უნარი მოგვეცა იმისათვის რომ ცხოვრების საზრისზე ვიფიქროთ ვინ არის ადამიანი რა პერსპექტივა ელოდება რისთვის არსებობს ასე რომ ადამიანის ერთ-ერთი ღირსება მოაზროვნეობა თუ სწორად არის გამოყენებული ადამიანი ბევრს უნდა ფიქრობდეს ამ საკითხებზე ხოლო როცა ადამიანი ქრისტიანი ხდება ან როცა მის გულს ღმერთი ეხება და იცის რომ ღმერთი ადამიანად მოვიდა და ეძლევა ის განსაცვიფრებელი ცოდნა რომლის გარეშე მისი მონათვლაც კი არ შეიძლება და ვაი ჩვენ როცა რავალს ქრისტიანი ქვია და ელემენტარული სასკოლო დონეზეც კი არ ვიცით ქრისტიანული ღვთისმეტყველება. ხო და თუ ადამიანი შეეხვა ამ დიდებულ ცოდნას, რომელიც გამოცხადებითია. ღმერთისგან მოწანილი ცოდნა. ღვთისმეტყველი ამ სიტყვის დიდი გაგებით პირველი ღვთისმეტყველი თავად განკაცებული ღმერთია იესო ქრისტე, რომელზეც იონე მოციქული ამბობს, იონე მოციქული ზოგადად საუბრობს, რომ ღმერთი არავის უხილავს, მაგრამ ძე ღვთისა, რომელიც მოვიდა ჩვენთან ადამიანად, მან თქვა, მან გვითხრა, მან მოგვითხოვრო, ანუ მან თქვა თუ ვინ არის ღმერთი და როგორია ღმერთი და რა ადგილი აქვს ადამიანს ღვთის განგებულებაში. და უდიდესი ადგილი აქვს. პავლე მოციქული მემკვიდრეს უწოდებს. ხო და როცა ადამიანმა ეს ყველაფერი იცის, ამ ყველაფერს იაზრებს და ამ ცოდნას ხო ადამიანი ვერ ამოწურავს. ადამიანი როცა ამას უღრმავდება, ფიქრობს. ნეტარია ასეთი ადამიანი, როგორც წმინდა ისააკ ასური ამბობს, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანისთვის იყენებს იმ უდიდეს ნიჭს და განს, რომელსაც მოაზროვნეობა ქვია. ამ ყოველივეზე მოფიქრალი ადამიანი ბუნებრივია რომ განეწყობა მუხლი მოუდრიკოს უფალს ადიდოს და მადლობა უთხრას იმისათვის რომ მან შეგუქმნა სიცოცხლე და მე რწმენა მოგცა თავად მოვიდა გამოგვიხსნა და იმგვარ დიდებულ სიცოცხლეში შევყავართ რომლის წარმოდგენა ჩვენ ამ ეტაპზე არც კი შეგვიძლია ასე რომ მადლიერება არის ფიქრის შედეგი და თავად მადლიერება არის ის საფუძველი რომელზეც ჩვენი რწმენა ნაყოფს გამოიღებს. მადლიერების გარეშე ჩვენი რწმენა, რომელიც დაუმსახურებლად გვეძლევა, ნაყოფს არ გამოიღებს. რწმენა გვეძლევა დაუმსახურებლად ისევე როგორც სიცოცხლე. იმიტომ რომ რწმენა თავისთავად არის კიდევ ერთი სიცოცხლე სიცოცხლეში. და ეს ღმერთმა ერთის და მეორეს დაუმსახურებლად მოგცა, მაგრამ ჩვენ თუ მადლიერება არ გვექნა, მაშინ როგორც ამ ქვეყნიური სიცოცხლე უქმა და უაზროდ ჩაივლის, ასე რწმენაც უაზროდ დაიკარგება. კითხულობთ ისააკ ასურის სიტყვებს და შეძლებს დაგვარად გავმარტავთ. ახლაც ვაგრძელებთ ეს მეორე სიტყვიდან არის. სიტყვა მეორე ესე ქვია. იქიდან იქნება ეს მუხლები, რასაც წაგიკითხავთ. მიმღების მადლიერება გამღებს უმეტესი ძღვნის გაღებისათვის განაწყობს. ანუ რამდენადაც მეტად მადლიერი იქნები, ღვთის წინაშე მეტ მადლს მიიღებ. და ჩვენ უნდა ვისწავლოთ მადლიერება მცირედშიც. მაგალითად რომ სუნთქავ, რომ გული გიცემს, რომ ხედავ, რომ აზროვნებ, რომ პატარა წყალობა გაქვს, რომ ლუკმაპური გაქვს, რომ თავზე ჭერი გაქვს, რომ ესე იგი არ ქცივა და ასე შემდეგ მინიმალურზეც კი მადლიერება უნდა ვისწავლოთ. აღარ ვლაპარაკობ რწმენაზე, აღარ ვლაპარაკობ ეკლესიაზე, აღარ ვლაპარაკობ ზიარების უფლებაზე. მადლიერი ვერ ისვენებს, ერთ ადგილზე ვერ ჩერდება, სულის მდუღარებით ცხოვრობს, იმიტომ რომ განა როგორ უნდა გადაუხადო ღმერთს მადლობა, განა როგორ უნდა გამოხატო მადლიერება ღვთის წინაშე ისე, რომ შენ დაკმაყოფილდე რანაირად. რა უნდა მიართვა ღმერთს სანაცვლოდ სიცოცხლისა, სანაცვლოდ რწმენისა, სანაცვლოდ მარადიული სიცოცხლის პერსპექტივისა, სანაცვლოდ იმისა, რომ მისი შვილი უნდა გახდე და მადლით ღმერთი და მისი მემკვიდრე ამ სამყაროში, სანაცვლოდ რა უნდა მიართვა? სანაცვლოდ იმ სიხარულისა, იმ მომავალი სიხარულისა, რომლის წარმოდგენას არ შეგვიძლია, რომელიც არც თვალს უხილავს, არც ყურს მენია და არც გულს არ შეხებია. მაგრამ აი მცირეოდენში მადლიერება გამღებს, ანუ ღმერთს უმეტესი ძღვენისთვის განაწყობს, ხოლო მცირედში უმადური დიდშიც ცრუ და მტყვანია. ისე როგორც სახარებაში, როგორც ვკითხულობთ, მცირედსა შინა ერთგული იყავ, დიდსაზე და დაგადგინო შენ
ხოლო თუ მცირედ საშინა არ იქნები ერთგული და ცრუ დიდსაზე და ვინ დაგადგენ. შემდეგ აგზელებს ისააკასური. არ არსებობს უპატიებელი ცოდვა, ეს იმათ გასაგონად, ვინც სასწარკვეთილებაში ვარდება ხოლმე და თulis რომ ღმერთმა მიატოვა. არ არსებობს უპატიებელი ცოდვა გარდა მოუნანიებელისა. აი ეს მოუნანიებელი ცოდვა სულიწმინდის გმობის რანგში გადადის. საერთოდ სულიწმინდის გმობა ბევრს არასწორად ესმის. სულიწმინდის გმობა, რომელიც არ მიეტევება ადამიანს არასოდეს, ეს არის ადამიანის მდგომარეობა, რომელიც პრინციპულად ღმერთს არ ცნობს თავის ცხოვრებაში. გონებაში მუდამ გქონდეს, ანუ ყოველთვის გახსოვდეს შენს შესაძლებლობებზე, ანუ რა მდგომარეობაც შენ გაგდღეს, ამ შესაძლებლობებზე აღმატებული სათნოება. ამიტომაც არის რომ ჩვენ მუდამ უნდა ვკითხულობდეთ წმინდა წერილს, მუდამ უნდა ვკითხულობდეთ წმინდა მამებს, რომ ხშირად გვითქვავს, რომ ნიშნული, რომლის საკენაც ჩვენ ვისწრაფით ძალიან მაღლა იყოს აწეული. უფალმა აწია ეს. იყავით სრულნი, ვითარცა თქვენი ზეციური მამა სრულას. იყავით მოწყალენი, ვითარცა თქვენი ზეციური მამა მოწყალე არის. ასევე სამოციქულოში უამრავი ადგილი. ანუ მე მის თქმა მინდა რომ სახარებაშივია ეს ნიშნული უმაღლეს დონეზე. იმის იქით რომ აღარ შეიძლება ღმერთამდე. სახარებაშია ეს მოწოდებაა და წმინდა მამები უკვე იმ სიმაღლიდან გვესაუბრებიან თავიანთი გამოცდილებით, რომელ სიმაღლეზეც ისინი ავიდნენ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიკითხოთ მათი ნაწარმოებები. მათი ნაშრომები. გონებაში მუდამ გქონდეს შენს შესაძლებლობებზე აღმატებული სათნოება, რათა საკუთარ თავში მოუკლებლივ ხედავდე ნაკლოვანებას ამ დიდი სათნოების წინაშე, რომელიც რომელიმე კონკრეტულ წმინდა მამას ჰქონდა. ყოველთვის გახსოვდეს უმძიმესი ტანჯვანი პირველ რიგში ეს სათნოებანი. ფათაშორეს აი წმინდა სოფრონი პირდაპირ ამბობს, მუდამ საუბრობთ და ვფიქრობთ სათნოების წვერვალებზე, რომ არასოდეს დაუკმაყოფილდეთ საკუთარი. ამბობს მე-20 საუკუნეში. აგერ ძველი მამა ისააკასური როდის ამბობს ამას. ყოველთვის გახსოვდეს უმძიმესი ტანჯვანი ტანჯულთა, რათა შენზე დაშვებული მცირე განსაცდელებისა და ტკივილების გამო ღვთისადმი მადლიერება არ მოგაკლდეს და სიხარულით შეძლო მათი გადატანა. ხშირად მithქვავს თქვენთვის, როცა მოდიხარ, მოდის ადამიანი წუწუნებს. აი წუწუნი საერთოდ არაქრისტიანული ფენომენი, არასოდეს არ უნდა წუწუნებდეს ქრისტიანი. და წუწუნებს, დრდვინავს, ამ დროს ეხლა ჩემთან ხო მარტო ის არ მოდის, სხვაებიც მოდიან და მართლა ენით გამოუთქმელი განსაცდელებით რომ მოსულან ადამიანები არა ერთი და ორი, მაგრამ არა ხშირად მოდიან მოწუწუნენი, მაგრამ არა ერთი და ორი ადამიანი რომ მოსულა. ისეთი განსაცდელებით რომ ესე იგი სათქმელათაც კი რთულია. და მე მინდა გითხრათ საოცარი რა ეხლა უცებ დავფიქრდი აი ამ წუთში რომ გამახსენდა ხო ის ადამიანები რომლებიც ისეთი საშინელი ტკივილებით მოვიდნენ რომ მე ხმა ჩამივარდება ხოლმე არ ვიცი რა უთხრა სანუგეშოთ სიტყვა არ არსებობს ესეთი ადამიანები არ წუწუნებენ რაღაც ესეთი სიმტკიცე აქვს შინაგანი საშინელი მადლის არც ღმერთს გმობენ რაც მე მაგალითები ვიცი პირიქით ღვთისაკენ იყურებიან უფრო გუმხურალეთ მტკიცეთ რა შეუძვრელად კლდეებით ხდებიან ამ დროს რაღაცა პატარა რაღაცაზე მოდის და წუწუნებს ადამიანს. როცა შენ იწყებ წუწუნს, გაიხსენე, რომ რა საშინელი განსაცდელები არსებობს, რა საშინელი ტანჯული მდგომარეობები არსებობს სხვადასხვა ადამიანებში და გაგიხარდეს, რომ შენ ეს არ აგაკ და მადლიერი იყავი ღმერთისად. დევნე საკუთარი თავი და მტერი შენი მტერი გასაგებია, ხო, ეშმაკზეა საუბარი და ეშმაკისგან ესე პროვოცირებულ ჩვენს ცოდვებზე, კაცოცხლებულ ნებებზე. ადამიანი მოდის და წუწუნებს, რა ვქნე რა მეშველება. ანუ ცოდვას ვერ ამარცხებს ადამიანი. გამოსავალი აქ არის, დევნე საკუთარი თავი და მტერი განდევნილ იქნება შენგან და ეს რას ნიშნავს? ეს მეომრული განწყობაა. ხო ვიცით რომ საკუთარ თავთან ბრძოლა ყველაზე რთულია. იმიტომ რომ ყველა ადამიანი ზრდის და ფუფუნებს საკუთარ ხორცს, ხო და ამიტომ თუ შენ დევნი საკუთარ ეს არის ასკეზა. არ დაუთმობ, როგორც პავლე მოციქული ამბობს, სისხლამდე არ დაუთმობ ცოდვა საკუთარ თავში, მაშინ შენი მტერი განდევნილი იქნება შენგან. შეურიგდი საკუთარ თავს, როგორც ღვთის ხატს და მსგავს, არა საკუთარ ეგოიზმს. საკუთარ ეგოიზმს შეურიგდები, რა გამოვა?
საკუთარ თავს როგორც ღვთის ხატსა და მსგავს შეურიგდი და ცადა ქვეყანა შეგირიგდება. ანუ შენს გარშემო შვიდობა დამყარდება. შვიდობა, ქრისტეს მიერი შვიდობა, არა ფსიქოსომატური. იღვაწე შესვლად საკუთარ საუნჯეში, გული ხშირად რო არასწორად ანატომიური გული არ არის. ეს არის ადამიანის შინაგანი მისტიკური სიღრმე, რომელიც არის ადამიანის როგორც ღვთის ხატი და მსგავსის არსი. თავსი არსი, რომლის მიერაც ადამიანს ღმერთთან კავშირი, ტრანსცენდენტულ ღმერთთან კავშირი შეუძლია. და ამბობს, იღვაწე, ანუ რას ნიშნავს იღვაწე? იბრძოლე, ანუ ადვილი არ არის. იღვაწე შესვლა საკუთარ საუნჯეში უკვე ნიშნავს, რომ ეს ადვილი არ არის, ამას ბრძოლა ჭირდება. საკუთარი მისტიკური სიღრმე გაგვირბის, ვერ მოვიხელთებთ. და კიდევ იქ ჩვენსა და იმ საკუთარ სიღრმეს შორის, მისტიკურ სიღრმეს შორის ეშმაკი დგება, არ გვიშვებს. იღვაწე შესვლა საკუთარ საუნჯეში და რას იხილავ? იხილავ ზეციურ საუნჯეს, ანუ საკუთარ თავში შესულით ღვთის სამყოფელს იხილავ. რამე თუ პირველიც, ანუ საკუთარი საუნჯეს და მეორეც, ანუ ზეციური საუნჯეც, ნახეთ რა სიტყვებია, რამე თუ პირველიც და მეორეც ერთი და იგივეა. იცით როგორი კომფორტია უკაცრავად ეხა ამ სიტყვაზე რამდენად შეესაბამება სულიერ ცხოვრებას. აი, შენთვის სიხარ სიბნელეში, უფალს მოუხმობ, ღმერთო, მადლობა რომ იმისათვის რომ შენ შეხვდე, არსად წასვლა არ მჭირდება, არც ხილულ იერუსალიმში, არც რომელიმე წმინდა ადგილას, აგერ ვზივარ ჩემთვის სახლში, მყუდროდ და მე ვიცი რომ იქ ხარ. და ის რომ ვერ გხედავ, ეს ნიშნავს რომ ვერც იერუსალიმში დაგინახავ და ვერც ათონზე დაგინახავ და ვერსად ვერ დაგინახავ. თუ შიგნით არ დაგინახებ, რომ ყველგან იქაც იმიტომ მივდივარ რომ ვისწავლო შიგნით როგორ დაგინახო და ეს კომფორტი რომ ღმერთო არსად წასვლა ამჭირდება. შენ ტაზრად გადამაქცია და ჩემში დამკვიდრდი და მარადისობაში გასასვლელი შენგან მაქვს, შიგნით მაქვს. შენი საუნჯე და ზეციური საუნჯე ერთი და იგივეაო გეუბნება. ერთში შედიხარ, ანუ საკუთარში და ორთავეს ხედავ. მიღმიერ სამეფოში აღმავალი კიბე შენშია, შენს სულშია დამარხული. არ არის ეს ძალიან მაგარი რამე. ეს არის ახალი აღთქმის ადამიანის უმთავრესი პრივილეგია. ღვთის შვილის უმთავრესი პრივილეგია. ქრისტიანის უმთავრესი პრივილეგია, რომელმაც ეს იცის კიდევაც და ამ ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებას ცდილობს. ხოლო ვაიელ ქრისტიანს, რომელმაც ეს არ იცის და ამ ცოდნის რეალიზებას არ ცდილობს. აბა ის რაღა ქრისტიანია, რისთვის არის მონათლული, რატომ გახდა ნათლობის მერე, რატო უგალობდნენ რაუნდენთა ქრისტეს მიერ, ქრისტეს შეგვიმოსიეს, ალილუია, და საერთოდ რატო ეზიარება და საერთოდ რატო ლოცულობს და საერთოდ რატო ცოცხლობს, რისთვის, რა მიზანი აქვს. როცა აი ამას არ აკეთებს. გესმით? აი ეს არის საოცრება, რომ ეს ჩვენშია და ჩვენიდან არის გასასვლელი. სხვა გასასვლელი, აი ამ სამყაროში ესე თანამედროვე ტექნიკური ტერმინი რო გამოვიყუროთ, სხვა პორტალი, ტრანსცენდენტულ ყოფიერებაში გასასვლელი, თუ არა ადამიანის გული, არ არსებობს სხვა პორტალი, სხვა გასასვლელი, გესმით? ეს ჩვენ ვიცით. და თოლი 2000 წლოვანი გამოცდილება ეკლესიის ამას გვასწავლის. და რა ის რამდენი სანთელი დაანთო. წერილი არ იძლევა განმარტებას მარადიული ცხოვრების საგანთა არსთა შესახებ. აი ეს ვიცით. მაგრამ თვითონ მარადიული სიცოცხლეში და სასუფეველში რა არის, როგორ ხდება, რათა აღდგომის მერე როგორი ხორცი გვექნება, მამაო სასუფეველში იქ როგორი იქნება ჩვენი ურთიერთობა და ასე შემდეგ. უამრავი რამეა, რომელიც ჩვენ არ ვიცით, ცხოველები იქნებიან თუ არ იქნებიან, კითხვებს სვავენ ადამიანები და ასე შემდეგ. არაფერი არ ვიცით. და მაგას გვეუბნება, წერილი არ იძლევა განმარტებას მარადიული ცხოვრების საგანთა არსთა შესახებ, მაგრამ წერილი გვასწავლის, თუ როგორ გქონდეს ჯერ კიდევ აქ ამ სოფლიდან გასვლამდე მათ შესახებ წინა გემოსხილვა. რამაც ახლა აქ მოგვიყვანა ამ ღამე და აქ გვამყოფებს. რაც გვალოცებს, ღვაწლის ძალას გვაძლევს, რაც ცოდვაზე უარის თქმის და ამასოფლის სულის მოძულებაზე გამბედაობას გვანიჭებს. გესმის, რაც მეომრებად ხვდის, თუ საჭირო გახდა თავსას გაგვაწირინებს ქრისტესათვის. აი ეს არის წინა გემოსხილვა. არ ვიცი, მაგრამ გძნობ, განვიცდი. მაღალ დონეზე როგორც ნათელს ისე ჭორეტენ აი ამ დიდებულებას, წინა გემოსხილვას. და აი აქ პავლე მოციქულის სიტყვები მოყავს, ის აკასოს. არამედ როგორც დაიწერა, რაც არ უხილავს თვალს, არც მენია ყურს და არც კაც გაულია გულში, ის განუმზადა ღმერთმა თავის მოყვარედ. ჩვენ კი თავისი სულით განგვიცხადა ღმერთმა.
პავლე მოციქული აგრძელებს. სხვა არის ისა ჩვენ განგვიცხადა თავის სულით ღმერთმა, რადგან სული ყველაფერს იკვლევს თვით ღვთის სიღრმესაც, ანუ სული წმინდა ღმერთი გვასწავლის ჩვენ სულს ასწავლის. ამ სიტყვებითვე გვამცნო, რომ მომავალი სიკეთენი მიუწვდომელია ამ სოფელში. და აქაურთან არანაირი მსგავსება არ გააჩნია. ანუ ვერაფერს ვერ იტყვი, რომ ხო, სასופველი არის ესეთი. ეს ჩვენი გამოცდილებისგან აბსოლუტურად მიღმაა. ტრანსცენდენტული მაგას ნიშნავს. ნახეთ რა საინტერესოა. ის კი არაა სათნოებათა სიყვარული, ვინც ბრძოლით, საკუთარ თავთან ბრძოლით, იქმს სიკეთეს. არამედ ის, ვინც სიხარულით იღებს შედეგად მიღებულ განსაცდელებს. ეს არის, აქ იწყება ქრისტიანობა. იოსების სიკასტი რო გვაფრთხილებს, რომ როცა მადლი მოემზადებ ბრძოლისათვის, მოვა განსაცდელი. განსაცდელის რომ არ ეშინია და ამ განსაცდელებს სიხარულით რო იღებს, როგორც ჭეშმარიტი მეომარი, რომელსაც ბრძოლა უყვარს, მაშინ ხარ სათნოებათა მოყვარული, ანუ მაშინ ხარ ქრისტიანი. ასეთი ადამიანი ვინ უნდა დაამარცხოს? რომელმა ეშმაკმა, რომელმა ვნებამ, რომელმა რაღაცა ცხოვრებისეულმა სიტუაციამ. პავლე მოციქულია ხო გახსენდებათ? ვინ განმაშოროს მე სიყვარულსა, ქრისტესა და ჩამოთვლის ყველაფერს, ვინ შეუძლებელია. იმიტომ რომ რაც მეტად შემებრძოლები, მეცე გმინდა და თუ მომკლავ, კიდე უფრო მაგრად მინდა. იმიტომ რომ სიკვდილი ქრისტესათვის არის სწორედ მარადიული სიცოცხლის ანი და ჰოე. ვერ გატეხავ ქრისტიანს, ქრისტიანი უძლებელია. დაფარე ცოდვილი. ნახეთ აქ შენიშნა, დაფარე ცოდვილი ადამიანი რო ცოდავს, მისი ცოდვა დაფარე. თუ ამისგან შენ არ დაზიანდები, არის სხვადასხვა ნიუანსები, როცა შენი ძმა რო ცოდავს, უნდა გაამხილო. ეს განსაკუთრებული შემთხვევებია. ახლა ამას არ ჩაუღმავდები, მაგრამ მე აგძელებს დაფარე ცოდვილი და შენც განუგეშებს ღვთის მოწყალება. არ უნდა მოვახდინოთ სხვისი ცოდვების აფიშირება. არ მოუყვეთ, ეს ქამის ცოდვას გავს, ხო? მამამისის სიშიშვლევა არ დაფარა. სუსტნი და გულით მწუხარენი სიტყვით და ყოველივეთი რითაც შეგიძლია განამტკიცე, ან უნდა ჩათვალო, რომ ის სუსტია და ესე მწუხარია და გულით და ასე შემდეგ და განაძლიერე შენ. კეთილი გულის სიტყვის მქონებელი და შემოსურილი გულით, ანუ მონანული ადამიანი. აიძულე შენი თავი ღვთის წინაშე მუდმივი ლოცვისათვის, ანუ კეთილი გულის სიტყვა უნდა გქონდეს, არა ბოროტი გულის სიტყვა. არა დემონური გულის სიტყვა, არამედ კეთილი. ღმერთზე რო ფიქრობს ადამიანი სულ და ეგზისტენციალურ საკითხებს როგორც გითხარით, მას ნელ-ნელა და სახარებას კითხულობს, წინამამებს კითხულობს, ლოცულობს, მას ნელ-ნელა კეთილი გულის სიტყვა უყალიბდება. ამ გულის სიტყვის გაცოცხლებას თავის თავში უწყობს ის, რომ ის მუდამ ისწრაფის საკეთკენ, მუდამ ფიქრობს ამაზე. ხოლო პასიურ მდგომარეობაში მოდუნებული ადამიანი და სულიერად მკვდარი ადამიანი იკვებება ასევე გულის სიტყვებით, რომელსაც ეშმაკის თავაზობს. კეთილი გულის სიტყვის მქონე ადამიანი მონანულია, ანუ მეტამორფოზის პროცესშია, იმიტომ რომ სუხთისკენ ისწრაფის და ცოდვას უარყოფს და ასეთ მდგომარეობით აიძულე შენი თავი ღვთის წინაშე მუდმივი ლოცვისათვის. ეს რომ შეინარჩუნო, სულ უნდა ლოცულობდე მუდმივად. და ღმერთი დაიცავს შენს გონებას არაწმინდა და ბილწ გულის თქმათაგან, რომ შენს გამო არ გაიკიცხოს ღვთის გზა. რატო უნდა გაიკიცხოს შენს გამო ღვთის გზა, თუ არაწმინდა და ბილწი გულის თქმების ამყოლი იქნება? იმიტომ რომ ქრისტიანის სახელი გქვია, არაწმინდა გულის თქმების აყოლილი ადამიანი ნებისმიერ შემთხვევაში არაწმინდა ცხოვრებას იწყებს, ხებისთვის ხდება ესეთი დასაცი, ეს არის ქრისტიანი. ქრისტიანი ამას ნიშნავს ქრისტიანი. ძალიან უნდა უფრთხილდებოდეთ ეკლესიის სიწმინდეს. დამინახავენ, ხო, ღმერთი არსებობს. მე შინაგანად მართლაც ნაგავი ვარ, მაგრამ ვიღაცა რო დამინახავს, უნდა თქვას, რომ რადგან თეოდორი ასეთი მღვდელია, ესე იგი ღმერთი არსებობს. ასევე ერისკაცებს, ერის ადამიანებს, ნახე ესენი როგორ იქცევიან ესენი, ნახე როგორ საუბრობენ, ესე იგი ღმერთი არსებობს. ესე იგი ეკლესიაში ღმერთია, თორე აბა ესენი ესეთები რატო არ არიან? როგორც ხვები, რომლებიც იგინებიან, რომლებიც რაღაც არასწორად ცხოვრობენ. ჩვენ უნდა გვინდოდეს, რომ ჩვენი ქმედებით და ჩვენი ცხოვრების წესით ღმერთი იდიდებოდეს, გესმით? წმინდა იყავს სახელი შენი, როცა ადამიანი ამბობს, ხო, რას ნიშნავს ამაო ჩვენოში? მე არა ვარ წმინდა, ნაგავი ვარ, მაგრამ მე მინდა ჩემი ცხოვრების წესით, ანუ მე ისე ვცხოვრობდე, რომ ჩემი ღმერთის სიწმინდე წარმოჩინდეს და ღმერთი იდიდებოდეს. რატომ? ამაში ვლინდება ჩემი ერთგულება უფლისად. გონების დაბინდვა უპირველეს ყოვლისა ღვთისმსახურებისა და ლოცვისადმი სიზარმაცეში ვლინდება. თუ ადამიანს ეზარება ღვთისმსახურება და ლოცვა, მაშინ გონება დაბინდულია. დაბინდული გონება რას ნიშნავს? არ აქვს ღვთის შეგრძნება. საერთოდ განულებულია, თუ განულებულია ღვთის შეგრძნება, ვერასოდეს ვერ ილოცებს და ეს ღვთისმსახურებას ვერ შეძლებს. და რა დოზითაც აქვს,
იმ დოზით ახერხებს. და თუ უჭირს და ზარმაცობს, ესე იგი ღვთისშეგრძნება დაქვეითებული აქვს ძალიან. უკვე თუ თვალი შენი ბოროტარს არ გაკადნიერდე უყურო მზეს. ანუ ბოროტარს ნიშნავს სუსტი სიტყვები ისეა დალაგებული, სახარებისეული ტექსტია გამოყენებული, მინიშნება უკვე იმაზეა, რომ აქ ხილულ სინათლეზე არ არის საუბარი. ამიტომ შენი თვალი სუსტია კი არ ამბობს, არამედ ბოროტარს. ანუ არ გაკადნიერდე უყურო მზეს, რომ ის მცირედი თვალის ჩინიც, ანუ მცირედი რწმენა, სიმდაბლე და აღსარებლობა შენი გულისა, ასევე შენი მცირედი საქმენი არ დაკარგო და არ აღმოჩნდე განგდებული სულთა სამყოფელ იმ ბნელ გარესკნელში, რომელიც მზის გარეშია, ანუ ჯოჯოხეთია. როგორც აღმოჩნდა განგდებული ქორწილისგან ის, ვისაც არ შერცხვა საქორწინე სამოსლის გარეშე მისული. გახსოვთ ხო საქორწილეს იგავი? ანუ ქორწილში კი არის მისული იმ იგავის მიხედვით. ანუ სასუფეველში, ანუ ეკლესიაშია. ეკლესია ხო სასუფეველის პირველი საფეხურია. ეკლესიაშია, მაგრამ საქორწინე სამოსელი არაა. ანუ არ გაკადნიერდი, ანუ ეგოიზმით, სიამაყით, კადნიერებ თავხედობით უпроსწორად არის ახსებული. ანუ სიმდაბლე არ აქვს ამ ადამიანს, მორჩილება არ აქვს ამ ადამიანს. ყველაფერი აქვს, ქორწილშია. მაგრამ აი არ აქვს სამოსელი, ანუ ქრისტეს შეგვიმოსიეს, აი ქრისტეს შემოსილი არ არის და ქრისტეს შემოსვა როგორ ხდება? ისწავლეთ ჩემგან 7 ვარდამ დაბალგულით. არ ცდილობ იყოს სიმდაბლეში, მორჩილებაში, სიმშვიდეში. თუ გინდა ყოველდღიაზიარე, თუ გინდა სკვნელი ხელიდან არ გაუშვა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და ვერანაირ შენ გულის სიტყვებს ვერ გაიგებ, შიგ რა ხდება. შიგნით რა ხდება არ ვერ გაიგებ, იმიტომ რომ ერთადერთი რითაც გაიგებ შენ შიგნით რა ხდება და ეს დემონური გულის სიტყვები რომ გაიშიფროს, არის შენი ქრისტეს დარის სიმშვიდე და სიმდაბლე. ანუ ქრისტეს შემოსილობა. სიტყვა ეს სოფელი ყოველი ვნების საკუთარ თავში შემომკრები და ამ ვნებათა ერთობლიობის აღნიშნველია. თავადი ამ სოფლის არის სატანა, იმიტომ რომ ადამიანებმა თავისი ნებით ისეთი განწყობა შექმნეს, ისეთი სოციუმი შექმნა ადამიანმა, ღმერთდაცილებულმა ადამიანმა, რომელიც ნიშნავს იმას, რომ ყველა ვნება, ანუ ყველა ბოროტება, რაც კი შეიძლება წარმოედგინო, ყველაფერი ერთდროულად არსებობს საზოგადოებაში და ეს ყველაფერი იწოდება ამას სოფლის სულად. და ხა ჩამოთulis ვნებებს. ვნებების შემდეგია ნაწილი. სიმდიდრეზე მიჯაჭულობა. ნახეთ რა საინტერესოა. სიმდიდრე არ არის ვნება. ზოგი მდიდარია, ზოგი ღარიბია. ისე როგორც სიღარიბე არ არის სათნოება. რადგან სიღარიბე არ არის სათნოება, იმიტომ რომ ღარიბი შეიძლება ძალიან ბოროტე იყოს. რადგან სიღარიბე არ არის სათნოება, სიმდიდრე არ არის ბოროტება. და არც პირიქით, არც ამბობს რომ ვნება სიმდიდრეა. სიმდიდრეზე მიჯაჭულობა. აი ეს როგორც მაგალითად გარეგნობა, ხო? ლამა სილამაზე არ არის ვნება, მაგრამ საკუთარ სილამაზეზე მიჯაჭულობა, ნუ ქალებს ჩვევიათ, რავი, შეიძლება კაცებსაც დღეს რას გაიგებ. ვისაც ეს ჩვევია, ეს უკვე პრობლემაა. ასევე ამ შემთხვევაში სიმდიდრეზე მიჯაჭულობა არის ვნება. ნივთების დაგროვება, ნივთები არ არის თავისთავად ცოდვა და ვნება არ არის ნივთი რაღაცა რაც გაქვს. ნივთების დაგროვება, ანუ მომხვეჭელობა. ერთი მაგ მეორე მინდა კიდე ვერ ვძღი რა გამაძღობს. ადამიანს ღმერთის გარდა არაფერი არ აძღობს და ღმერთს რო არ იღებ დანარჩენი ვერაფერი ვერ გაგაძღობს. ეს დაახლოებით იგივეა, რომ ადამიანს შიოდეს და მიწაჭამოს. რამდენიც არ უნდა ღეჭო მიწა და ყლაპო არაფერი არ გიშველის, ვერ გაძღები. სხეულის სიამოვნებანი, უნდა გვახსოვდეს, სხეულის სიამოვნებისთვის არ გვაქვს. სხეული გვაქვს 8 წლისთვის. სხეულით სიამოვნებით ცხოვრობ, რომ სუნთქავეს ეს სიამოვნებს, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ის სიამოვნებისთვის. რომელთა მიერაც ხორციელი ვნებები წარმოიშვებიან. რატოა სიამოვნება საშიში ხორციელი ვნებების წარმოშობის გამო? პატივის მიღების სურვილი. აქაც ახლა პატივი არ არის. პატივი არ არის თავისთავად ცოდვა. პატივის მიღების სურვილია ცოდვა. თორე იმას დიდი პატივი რა გინდა ღმერთის შვილი ხარ. რომლისაგანაც შური წარმოიშვება. რატომ? იმიტომ რომ რაც არ უნდა პატივი მოგაგონ, შენ უფრო მეტი გინდა. და ყოველთვის დაინახავ გვერდზე ადამიანს, რომელსაც შენზე მეტი პატივი აქვს. რა დაგემართება? შევშურდები. საქმის კეთება მთავრობის მოყვარეობით. ნახეთ, საქმის კეთება. ამ ქვეყნიური საქმე, თანამდებობა გაქვს, რაღაცა ვალდებულებები გაქვს, ეს კი არ არის ცოდვა. არამედ როცა ამას აკეთებ მთავრობის მოყვარეობით, ანუ აი სული უქმობისა და მთავრობის მოყვარეობისა ეფრემ ასურის ლოცვაში რო კითხულობ, ბატონობის სურვილი და გოროზი მდგომარეობა. ყოყოჩობა, ძალაუფლების ბრწყინვალები. ძალაუფლების ბრწყინვალება თავისთავად არ არის ნება, იმიტომ რომ ძალაუფლება ბრწყინავს და ეს ყოველთვის სახილველია,
მაგრამ როცა ამით ყოყოჩობ, თუ ღმერთმა მოგცა ეს ძალაუფლება, კეთილად უნდა გამოიყენო, შენ ყოყოჩობ. სურვილი გაპრანჭვისა და მოაწონოს თავი. ადამიანთაგან პატივის ძიება, რომელიც ბოროტ მეხსიერების მიზეზია. ანუ ადამიანი იმაზე კი არ ფიქრობს ეგზისტენციალურ საკითხებზე, არამედ როგორ მიიღოს პატივი და სულ ამ აზროვნებაში როა მისი აზრი უკვე ბოროტ მეხსიერებად იწოდება. შიშის სხეულის გამო, ანუ არ მოვკვდე, ავათ არ გავხდე, რამე არ დამემართოს, არ მომშიბდეს, არ მომწყურდეს, ანუ გადამეტებული მზრუნველობა სხეულზე. ფული დავაგროვო რო სიბერეში რამე შველება, გესმით? გადამეტებული, როცა არ აქვს ადამიანს არ აქვს ღმერთის იმედი და მხოლოდ საკუთარი მზრუნველობის იმედი აქვს. სადაც ეს ვნებები აღარ მოქმედებენ, იქ ეს სოფელი კვდება. ხოლო თუ რომელიმე ვნება მოქმედებს ჩვენში, იმ ნაწილით ეს სოფელი კვლავ ცოცხლობს ჩვენში. ასე რომ ეს ყველაფერი ჩვენ ამ შემთხვევაში დღეს აქ მოკითხული და ზოგადად წმინდა მამები ძალიან გვეხმარებიან იმისათვის, რომ ჩვენი ღვთის ხატება და მსგავსება რეალიზდეს და ისე ვიცხოვრო და იმგვარად, რომ ჩვენი რწმენა, რომელიც ღმერთისაგან დაუმსახურებლად მოგვეცა, გაცოცხლდეს, გამრავლდეს, გამტკიცდეს და საბოლოო ჯამში ჩვენ მაცხოვნებლად იქცეს ქრისტეს მიერ. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.